აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტებს მიმართავს და სთავაზობს აქტიურად ჩაერთონ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში. დააკვირდნენ ცენტრის საქმიანობას გასცენ რეკომენდაციები და დაეხმარონ ახალი პროექტების განხორციელების პროცესში. ინიციატივა ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წიბწივაძემ სამეთვალყურეო საბჭოს ხდომაზე გააჟღერა. სიახლეს ბორდის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა და სხვა წევრებმა მხარი დაუჭირეს. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც ბორდის წინაშე წავდგა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი. აი ამ შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი, ასევე იყო დეტალური განხილვა იმ პროექტების, რომელიც უკვე არის ჩამოყალიბებული და დაგეგმილი, რაც უნდა განახორციელოს საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან იმედიანად უყურებთ იმ სამომავლო გეგმებს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ცენტრის და ცენტრის ინიციატივების მხარდამჭერები. 2023 წლის პირველ სამუშაო შეხვედრაზე ცენტრის ახალმა დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს მიმდინარე წლის სტრატეგია, ახალი პროგრამები და ცენტრის რებრენდინგთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. ბორდის წევრებისაგან გამოთქმული იყო კონკრეტული წინადადებები, თუ რა კუთხით შეიძლება გაძლიერდეს ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა პროექტი, რათა მომზადებულმა მედია კონტენტმა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაძლიერებას. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ყველაზე ღირებული რესურსი ეს არის ადამიანური რესურსი და გარდა იმ ადამიანებისა, რომელიც უშუალოდ ცენტრში არიან დასაქმებულები, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, სამეთვალყურეო ორგანო, ეს არის ბორდი, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან წარმატებული პროფესიონალი კადრებით. დღეს გვქონდა ბორდთან პირველი შეხვედრა 2023 წელს გავაცადეთ მათ ჩვენი სამომავლო გეგმები, ის პროექტები, რომელსაც ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ მიმდინარე წელს, მოვისმინა ძალიან საინტერესო რეკომენდაციები და რჩევები. აქვე მინდა სიახლე გავაჟღერო, მიმართ ყველა ჟურნალისტ, აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტს შემოგვიერთდეს, გახდეს ბორდის წევრი, დააკვირდეს ჩვენ საქმიანობას, გაგვიზიაროს თავიანთი რჩევები, რეკომენდაციები, მონაწილეობა მიიღოს ცენტრის საქმიანობაში. გამოითქვა მოსაზრებები, ცალკეული მოსაზრებები ბორდის წევრების მიერ, რომელიც ასევე ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს საკითხის დადებით კონტექსტში წარმოჩენას. ჩვენი მიზნიდან გამომდინარე, რომ მიზანი ერთია, საქართველოს ერთიან სივრცეში ჩვენი მოძმე აფხაზი ხალხის და მათთან ერთად ქვეყნის მშენებლობის იდეა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს ანალიტიკური ცენტრიც. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, ჩვენი კუთხიდან დაუმატეთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს განათლების სფეროს და მის როლს აი ამ კონფლიქტის დარეგულირებაში. მიმაჩნია, რომ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი არის იმ ტელევიზიის სამართალმემკვიდრე, რომელიც აფხაზეთში ომის დროს შეიქმნა და შექმნის დღიდან მე მქონდა პატივი მემუშავა ამ ტელევიზიაში და ის ძალიან მშობლიურია ჩემთვის და ვთვლი, რომ ეს თქვენი ცენტრი რახან სამართალმემკვიდრედ მიმაჩნია, ისიც ჩემია და ძალიან სუბიექტური ვიქნები ალბათ და ძალიან გულშემატკივრობ ცენტრს. საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საბჭო პერმანენტულ შეხვედრებზე შედა.